ვაი ჩემს შვილს ძალიან უჭირს სიარული და დადის კალიას. მე თვითონ მიჭირს მართალია სიარული. 20 მციმე არითმია მაქვს და მძიმე ფორმა მაქვს ძალიან. მაგრამ რა ვქნა? მარტო არ შემიძლია სამამძღოლს ვიმდამჭი ამას ვინ მოულის. ამას ვერავინ ვერ მოულის ჩემს მეტი. მე შევახოცებ ხომ მე ორივე დედაშვილი ერთად მოვყალით. ძალიან მე მაქვს იმედი კეთილი ადამიანებს. მოსისხლე მტრებსაც კი არ ვუსურვებდით ასეთ გაწამებულ სიცოცხლეს. 85 წლის მიწამდე მოკუზული მოხუცი დედა, რომელიც მზადაა 1000-ჯერ მოკვდეს, მაგრამ არასოდეს არ მიატოვებს თავის 60 წლის ძიმი ავადმყოფ ვარს, რომელსაც აქვს დიაბეტი და დაზიანებული აქვს თავის ტვინი. საცოდავები, საშინელ სიღატაკეში ცხოვრობენ და ჩვენ გარდა არ ამიხავთ დამხმარე ამ გაჭირვებულ კეთილ ადამიანებს. მეგობრებო, ფრიდონს არ აქვს წამლები და თუ მედიკამენტებს არ მიიღებს, კომაში ჩავარდება. სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. ბებოს არ აქვს ელემენტარული გასქურა, რომ საჭმელი მოამზადოს, არც არეცხი მანქანა. არავინ ვიცით ვის რა გვერის ცხოვრებაში. აი ასე ზეცამდე თავაწეული იყო ლალი ბებო ახალგაზრდობაში. ახლა კი მისი თავი მიწამდე დახრებია. გააკეთეთ სიკეთე, დაეხმარეთ საცოდავ მოხუცს, იჩქარეთ, კეთილი საქმეები აკეთოთ ჩერნოვეცკის ფონდთან ერთად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.